ვიწყებთ ჩვენს პოდკასტს მეორე ეპიზოდს ერთი წიგნი და ამ პოდკასტის სპონსორია მთის წყალი. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვალაიქოთ, დაგვიკომენტაროთ და გამოყვეთ. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ გვაქვს ისევ შესაძლებლობა რომ წიგნზე ვისაუბროთ, თან საუბრობთ ძალიან საინტერესო წიგნზე და ძალიან საინტერესო ავტორზე. ეს ავტორია მარიო ვარგას ლიოსა და მისი რომანი ვაცის ნადიმი. მარიო ვარგას ლიოსას 40 ჯერ არ გასულა, ამიტომ ჩვენ გვინდოდა რომ 40-მდე მისი რომელიმე წიგნი წარგვედგინა და მიუხედავად იმისა, კიპერუს თავრობიდან იყო ასეთი თხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წიგნი დაწერა და ჩვენი საყვარელი წიგნი შეიძლება ყველაზე საყვარელი იყოს სხვა რომანები მისი, მაინც თვლით რომ დღევანდელი აუცილებლად. მაინც გადავწყვიტეთ რომ დღეს ვაცის ნადიმზე ვისაუბროთ, რადგან ძალიან აქტუალური რომანია სამწუხაროდ კიდევ დღევანდელ სამყაროში. გვაქვს ქართული არაჩვეულებრივი თარგმანი ლანა კალანდიასი, რომელმაც ლიოსა ქართულ მკითხველს შეიძლება ითქვას შეაყვარა. და სწორედ ამ რომანზე მინდა რომ ვისაუბროთ დღეს. სანამ გადავალთ რომანზე და რომანის გმირზე, ეს არის ნამდვილ ამბავზე აგებული მხატვრული ამბავი. ნამდვილი ამბავი არის ნაწილი, მოქმედი გმირები სინამდვილეში არსებობდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ რომანში და როგორც ყველა ტოტალურ რომანში, აქაც არის დიდი ტილა, სადაც გვაქვს ნამდვილი ამბები, შემკული გამონაგონით, რომელიც კიდევ უფრო შეიძლება კარგად აღწერდეს სინამდვილეს, ვიდრე თვითონ სინამდვილე. ცხადი. თვითონ ლიოსაზეც თქვა, ხო? კი ბატონო. ამ საუკუნის დასაწყისმა გაგვანებივრა, ჩვენი ყველა საყვარელი მწერალი ლამის 30-იან 40-იან წლებამდე დაიბადა და ერთ-ერთი არის ლიოსა, მე ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. 1936 წელს დაიბადა არაკატაში, მაგრამ მერე ცხოვრობდა ბოლივიაში, რადგან მამა წასული იყო და დედას მოუწია სხვაგან ცხოვრება, თუმცა მამის დაბრუნების მერე ბავშვობაში ლიოსა იხსენებს, რომ აი დიქტატურის გემო, ძალადობის ბრძანების გამოსა და მას შემდეგ რაც მამასთან ერთად დაიწყო ცხოვრება. და ალბათ პირველი ინსპირაცია რომ ეწერა ამ თემაზე, რადგან ძალიან ბევრი წიგნი აქვს დიქტატურაზე, იყო სწორედ ეს მამასთან ურთიერთობა, რომელიც რაც არ უნდა რბილი იყოს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ამაზე ჩვენი წინაგმირი იუნესკოც ამბობდა, რომ პირველ აი ამ რაღაც ძალადობრივ ურთიერთობას აწყდები მშობელთან, მასწავლებელთან, მენტორთან, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც სუბორდინაციული ურთიერთობა, რომელიც თავის თავში მაინც გულისხმობს რაღაცნაირ ძალადობას. მერე ქონდა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება და თავისი ნობელის სიტყვაშიც, რომელიც 2000 წელს აიღო, ამბობს, რომ თავარი მისი ოდა, რასაც ეძღვნება, მაინც არის ლიტერატურა, კითხვა და წიგნის კითხვა 5 წლის ასაკში რომ დაიწყო, ეს იყო მისთვის შემეცნების, სიამოვნების მიღების, განვითარების, გადარჩენის და გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა. და მას შემდეგ რაც ჩავიდა ბარსელონაში და აღმოაჩინა კარგი გამომცემელი, მისი ცხოვრება წავიდა ისე რომ ის რაც მას სიამოვნებას ანიჭებდა გახდა მისი შემოსავლის წყაროდ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე არ მიყვარს სიტყვა გაყიდვად, მაგრამ მწერალი, რომელსაც ძალიან ბევრი წიგნი ითარგმნება, იყიდება და ციცოცხლის ბოლო წუთამდე იყო ქმედითი და 2019-შიც კი როცა უკვე ღრმად მოხუცებული იყო, დააწერა კიდევ რომანი და ალბათ ქართულად ჩვენი ლანა ამასაც გვითარგმნის, ხო? ბევრი წიგნია ლიოსასი ქართულად თარგმნილი. რატო რომანი დაწერა, მეუღლესაც გაიქცა სახლიდან. ხო, მეუღლესაც სამალი სიყვარული მოიპოვა. 60 და რამდენი 15-ის იყო, ხო, როცა? მეც იყო მე მგონი, ხო, თუ 75-ის. მოიყვანა პატრისია, არა, პრესნერი, ხო, იზაბელა პრესნერი და გაშორდა თავის მეუღლე პატრისიას, რომელიც ამასთანავე იყო მისი ბიძაშვილი. და მანამდე ცოლად ყავდა კიდევ ხულია, რომელიც ასევე იყო მისი ბიცოლა და სწორედ ერთი ჩვენი საყვარელი რომანი დეიდა ხულია და სცენარისტი, თუმცა რაღაც სხვა სიტყვა უნდა ვიხმაროთ ალბათ აქ არ გვაქვს კარგი თარგმანი. ქართული თარგმანი არის ჯღაბნია, ჯღაბნია და სცენარისტი, ორი თარგმანი გვაქვს, ერთი კარგი, ერთი სცენარისტია. ხო, სცენარისტი. როგორც ლანა კალანდია მაგვიხსნა, უფრო სცენარისტი არის, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ რომანში არის მასმედიის პროდუქცია სცენარისტი პედრო კამაჩო და ამაზეა, ხო ეს
ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ სცენარისტი. აი ეს თავის პირველ მეუღლეს ეძღვებოდა. ამ ხრივად ძალიან ისეთი დატვირთული, აღელვებული და ისეთ გზნებარე ცხოვრება ქონდა. ანუ 75 წლის პატრისიაც საგონებელს ჩავარდა, რომ მაგას აქ შეიძლება თურმე ქმარმა მიგატოვოს. მაგრამ ბოლოს მაინც მოკვდა ლიმაში, პერუს დედაქალაქში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში მშვიდად, ისე როგორც უნდა აღესრულოს ადამიანი ბუნებრივი სიკვდილით. კი ბატონო, კი. და მოდი რახან ესეთი გარკვეულწილად მოვყევით მისი დაბადებისა და მოგვაწევ ძალიან მოკლედ ხო კონტექსტიც ვახსენოთ, იმიტომ რომ მარიო ვარგას ლიოსა არის სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის მართლა რეალური კლასიკოსი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ამერიკული, ანუ მაგიური რეალიზმის ბუმის და ლათინო ამერიკული რომანის ბუმის ერთ-ერთი შემოქმედი და კონტექსტი ცხადია სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის არის ძალიან ისეთი ფართო, ეს არიან ავტორები, ხო, ლოსა არის გიგანტი და სხვა გიგანტებიც არიან, ხო, ეს არის ხულიო კორტასარი, ეს არის გაბრიელ გარსია მარკესი, რასაკვირველად ყველაზე პოპულარული ავტორი. მეორე იყო მარკესი. კი, მარკესზე დაწერილია და ინტერვიუების სიგნიც აქვს, ანუ ეს ორი მწერალი საუბრობს ძალიან საინტერესო. მიუხედავად მათი მერე კონფლიქტისა და მერე დისტანცირებული შერიგების. შორის ეს უნდა ვახსენოთ, რომ მაინც აფლაშ წაიღო ამანაც ნამდვილი მიზეზი. რამდენიმე ვერსია იყო, რატომ გააკა პატრისიას გამო თუ პოლიტიკური შეხედულებების რამდენიმე ვერსია. თავად მარკესის სხვას ამბობდა, ლიოსას სხვას ორი ნახევრად სიმართლეს, მაგრამ ჩვენ მაინც ზუსტად არ ვიცით. და 76 წელს რატოს ტყლიცეს ხო ლიოსამ მარკეს რატომ გარდა ხო და ეს ცნობილი ეჭვიანაო ხო ნუ კატასტროფისტი რო იყო არ ვიცი ორივე მისგან მოსავლე და მე მეავშა იმიტომ რომ ლიოსამაც თვითონ ხო მოდი ასე ვთქვათ ლიოსამაც გაიარა ბევრი გრადაცია თავისი იდეოლოგიური თუ იდეალისტური ტრანსფორმაციების და შეხედულებების თვალსაზრისით იყო მემარცხენე, შემდეგ გარკვეული თვალსაზრისით ისეთ სენტიმენტალური მოლოდინები ჰქონდა, ვთქვათ იგივე კუბის რევოლუციის მიმართაც კი, მაგრამ შემდეგ ხდება ისეთი ძალიან ზომიერი, ლიბერალი და თანმიმდევრულად, ასე ვთქვათ, მემარჯვენე მიმართულების ლიბერალია შეიძლება ასე ვთქვათ, რომელიც ნონსენსია. ვთქვათ, სამხრეთ ამერიკელი მწერლები როგორც წესი ყველა უფრო მემარცხენები წაუკომუნისტებდნენ, მოდი ესე ვთქვათ, პრაგები რასაკვირველია. მემარჯვენე ძალიან იშვიათად. ლიოსა იყო, ამიტომაც შემთხვევაში მას ძალიან ელიტურ ავტორად თვლიდნენ და ელიტურ მოვლენად პერუშიც, ლიმაშიც შესაძლოა ამაზე ჩვენ ვიტყვით, როდესაც უკვე 90-იან წლებში 92 წელს მან კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებზე და პირველ ტურში მოუგო კიდეც ალბერტო ფუხიმორის, მეორე ტურში წააგო და ესეც იმიტომ რომ შემდეგ ასახსნიდა რომ მაინც ლოსა არის ასე ვთქვათ უფრო ელიტა, უფრო ნაკლებად იცნობს ასე ვთქვათ სიღარიბეს და ფუხიმორი ალბერტო ფუხიმორი უფრო ახლოს არის ხალხთან და შემდგომში ალბერტო ფუხიმორი მისით კლასიკური ავტორიტარი დიქტატორი მიიღეს ფუხიმორის სახე კაის ფუხიმორი რო აირჩიეს და მერე წიგნის დაწერა ლიოსამ 5 კუთხე რომელიც ფუხიმორის დიქტატურის დროიდელი პერო. ხო, მოდი აი დასაწყისშიც როგორც ვთქვათ რაღაცა ქრონოლოგიას რომ მივყვეთ. ერთი სიტყვით არის რატო ვახსენებ ამ ქრონოლოგიას? ხო, იმიტომ რომ ხშირად მიიჩნევენ რომ და ალბათ სწორადაც და თვითონ ლიოსაც ამას ხაზს უსვავს რომ ახალი დონ კიხოტი ან დონ კიხოტე ხო სერვანტესის ახალი ასე ვთქვათ დონ კიხოტის მასშტაბის და მნიშვნელობის ესპანურენოვანი ტექსტი ეს არის მარტოობის 100 წელიწადი გაბრიელ გარსია მარკესის და მარკესიდან იწყება ბუმი, ანუ აქმა, როდესაც სამყარომ, ლიტერატურულმა სამყარომ პრინციპში აღმოაჩინა სამხრეთ ამერიკა ხელახლა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იყო ბორხესი, არის კარპენტიერი, არის შემდეგ, მთელი კოჰორტა, ხო, ჟორჟი ამადუ იქნება თუ ხუან რულფო იქნება ეს თუ რომ ვინმე არ უნდა გამოგვრჩეს, ხო, ესეთი ფუენტესი შემდეგ უკვე მექსიკაში და ასე შემდეგ და მაგრამ აი ეს დიდი, აი ბურჯები რაზეც დგას, ეს ცხადია ალბათ არის მარკესი, ლოსა, მაგრამ უშუალოდ კორტასარი, ეს ოთხია. კი, ნამდვილად. ნუ ფუენტესი საკმაოდ დიდი მწერალია თავისთავად, მაგრამ ალბათ ეს ოთხეული არის უფრო ესეთი გიგანტები. ფუენტესი მაინც გურმანების. კი, რასაკვირველია. მეც გეთახმები, უფრო სპეციფიკური ტიპის
ესე ვთქვათ ვფიქრობ, რომ აი მარკესის ქება ჩემი საყვარელი რომანია, ჩემი ცხოვრების ტრაქტატი მაგალითად მარტოობის 100 წელიწადი, ეს ბავშვებიდან გამოყოლი სენტიმენტია, რომელსაც ვერანაირი ლიტერატურული გემოვნების გაუმჯობესება ვეღარ შეცვლის, მაგრამ ბოლო ჟამის ომი მაგალითად კვლევარებიც, მკითხველებიც მიიჩნევენ, რომ იგივე და უკეთესია ვიდრე მარტოობის 100 წელიწადი, მაგრამ ალბათ როცა ასეთი ნიჭიერი გაქვს და დაწერილი გაქვს თავადაც ასეთი კარგი რომანი, იგივე სტილში და ჩვენთანაც ხოთა შორის ამბობენ, რომ აი დოჩენაშვილის სამოსელი პირველის ინსპირაცია და აი ეს სამოსელი პირველის სტრუქტურაც ინსპირაცია იყო ლიოსას ბოლო ჟამის ომი და არა მარკესის მარტოობის სიუჟეტებთან პოეტები ამდამია. და ბეტანკურის ამბავიც გას, მაგრამ როცა ასეთი ნიჭიერი ხარ შეგიძლია თამამად შეაქოს სხვაც. უნებრივია და თან პრინციპში ერთმანეთი აღმოაჩინეს მათ ამ წერლებმა. ლიოსა იმასაც დასძენს, რომ უკვე პარიზში როდესაც ის წავიდა და პარიზში ცხოვრობდა ლათინურ კვარტალში. ხო, ამ ლათინურ ბანკში უფრო სწორედ პარიზის იქ აღმოაჩინა მარკესი, ანუ ფრანგული ტელეგადაცემიდან თუ რადიო გადაცემიდან აღარ მახსოვს, იქიდან გავიგე მარკესის არსებობის შესახებ, ანუ სამხრეთ ამერიკელმა მწერალმა მეორე სამხრეთ ამერიკელი დიდი და სერიოზული მწერალი, მაგრამ ეს საწყისი ეტაპია, ხო, პრინციპში ახალ ბედამწერლები არის აღმოაჩენა მისი არსებობა პარიზში, მაგრამ რისით მომიდოდა საკმაოდ დაშორებული ჩვენთვის არის სამხრეთ ამერიკა ერთიანი ერთიანი როგორც ვიცით ახლა თანამედროვე სომეხი მწერლები ყველა? ხო, სამწუხაროდ არა, სამწუხაროდ. ისევე როგორც სომხეთში არის სომეხ თანამედროვე ქართულ მწერლებს და ასე შემდეგ. ესე და ძალიან სამწუხარო რამაა, ხო, ცხადია. და სოჭის ერთმა უგანდელმა დრამატურგმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ ძალიან მიკვირსო და მეცინება, როდესაც ამბობენ აფრიკული ლიტერატურა, იმიტომ რომ აფრიკა კონტინენტია და ქვეყნები და ასე ვთქვათ, ერები და კულტურები აბსოლუტურად განსხვავებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რატო თქვი ამ ბუმზე რატო დავიწყე ლაპარაკი? რეალურად ლათინურ ამერიკული რომანის ბუმი იწყება ლიოსას რომანით ქალაქი და ძაღლები. მისი ამ შედევრით რომელიც არის წარმოუდგენლად სკანდალური შთაბეჭდილება მოახდინა და მასშოკერებელი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ პერუზე, ეს არის 1962 წელი, თუ არ ვცდები, წლები თუ არ მეშლება, 62, 61, 62 მე მგონი და ეს რომანი, პრინციპში ლიოსა მუდმივად იკვლევს ძალადობის ფსიქოლოგიას, ძალაუფლების ფსიქოლოგიას. თავარი თემაა მისი. აბსოლუტური და ერთი დიდი რომანია, როგორც საერთოდ მიიჩნევა ხოლმე დიდ წერლებზე, როდესაც საუბრობენ, რომ მიუხედავად რომ სხვადასხვა წიგნებს წერს და ხშირად ჟანრებს წარმოუდგენლად ცვლის ლიოსა და ტექნიკას, რასაც ქვია, ანუ დიდოსტატი, არა მხოლოდ ოსტატი, მაგრამ პრინციპში ის წერს დიდ წიგნს, აი ქალაქი და ძაღლები, როგორ დაიწყო მან წერა. ხო, შეიძლება ითქვას, რომ არსებითად, აი მისი ბოლო რომანებიც არის იმ პრინციპების, ან იმ ღირებულებების, ან იმ პრობლემის რეტროსპექცია, რასაც ის მთელი ცხოვრება ატარებდა. ქალაქი და ძაღლები, მაგალითად, პირველ სულ ახალგაზრდა არის. ეს არის თვითონ იყო სამხედრო სასწავლებელში მიაბარა მამამ და შენახსენე მამის ფაქტორი და მამის ფაქტორი ყველგან ჩნდება. ლიოსას წიგნებში და მის აბსოლუტურ შედევრში. ის წიგნიც უნდა ვახსოვთ. ჩემი და შენი მე მგონი ყველა საყვარელი რომანი არის დეიდა ყულია და ბიცოლა თუ დეიდა ყულია და სცენარისტი, მაგრამ საუბარი კათედრალში არის ალბათ რაღაცა ოსტატობის და დიდოსტატობის აბსოლუტური შედევრი. ხო, და იქაც მამის ხაზი, ხო? მაგრამ როდესაც მამამ ის ანუ პრინციპში პატრიარქატის, ანუ მამაკაცურობის პრობლემა, რომელიც შეიძლება ასე თქვას, რომ სამხრეთ ამერიკული კონცეფციით დგება, ასე ვთქვათ, როგორც ფილოსოფიური პრობლემა შეიძლება ასე თქვას, ეს იწყება ლიოსასგან, ანუ რა არის მამაკაცის როლი, როგორი არის მამაკაცის როლი და რა შემზარავია ხშირად მამაკაცის ის როლი, რომელსაც პატრიარქატი მას აიძულებს. და ამის სუპერლატივია ქალაქი და ძაღლები, დედავშინას, რასაც ეძახიან. დედავშინა ხო, იმიტომ რომ სამხედრო სასწავლებელი ლიოსიო პრადოს სახელობის, სადაც ის არსებობს სუპერმასკულინური და მეტამასკულინური ჩაგრა, ანუ როდესაც ფენებად არის, ასე ვთქვათ, ჩაგრეულთა კასტებია, ვთქვათ, უფროსი ვთქვათ, სტუდენტები, ვთქვათ, იუნკერები, კადეტების როგორ ჩაგრავენ, შემდეგ ეს დაჩაგრულები უფროსთან მიერ როგორ ჩაგრავენ უფრო დაბალ საფეხურზე მდგომებს და ეს არ მთავრდება ეს ციკლი ჩაგვრელობითი, ასე ვთქვათ, იერარქიების. მაშინ პირველად გამიჩნდა სხვათა შორის აზრი, აი ქალაქი და ძაღლების კითხვისას,
რომ პირველად გადავაწყდი სცენებს, სადაც მივხვდი, რომ ქალზე ძალადობის გარდა არსებობს კიდევ კაცზე ძალადობის ასეთი შემზარავი, არანაკლებ გაუპატიურების დონის და თანაბარი სცენების არის, ხო, ამას ვამბობ, რომ არანაკლებ ან ჩაგურის და ჩაგრულის აი ეს ურთიერთობა ზოგადად ხო, ანუ მამაკაცი არის და არა მამაკაცია თვითონ ჩაგრული მე სხვას როგორ ჩაგრავს და ასე შემდეგ და სხვათა შორის რუსებმა საბჭოთა კავშირში რო თარგმნეს ამოჭრეს ყველა ეპიზოდი სადაც ის გამოცხო ეროტიული, იმიტომ რომ ეროტიულობაც ძალადობასთან პირდაპირ კავშირშია ისთვის ეს ლიბიდო და მორტიდო მართავს ხო სამყაროს და ორივე ამ ძალაუფლებასთან დაკავშირებულია და საბჭოთა კავშირში რატო გამოსცემდნო წიგნებს ეხლანდელ პერუს კონსულს აი ვერ მივხვდით რომ ლიოსას რატო უნდა დაუბეჭდო მაგალითად ხო ქალაქი და ძაღლები რატო უნდა გამოსცე მაგრამ ის შერაც ახსენე მისი პირველი პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც საბჭოთა კავშირისა და კუბის რევოლუციის რომანტიზებას ახდენდა, უბრალოდ ლეოსა ვიღაცებისგან განსხვავებით ძალიან მალე მიხვდა, რას წარმოადგენდა ფიდელ კასტროც და საბჭოთა კავშირიც და 68 წელს ძალიან მკაცრი პოზიცია ჰქონდა ამ საბჭოთა კავშირის შეჭრასთან და აღმოსავლეთ ევროპაში შეჭრასთან დაკავშირებით, ხო და ფიდელ კასტროს მიმართა, როდესაც უკვე ფიდელ კასტრო მოაზროვნე, რომელიც იცვლის გარემოებების ცვლის მიხედვით თავის კონფლიქტი რატომ მოვიდა მარკესთან პირველი სერიოზული კონფლიქტი პოლემიკური ხასია როდესაც ფიდელ კასტრომ დაიჭირა რამდენიმე ჟურნალისტი და კუბელი მწერალი და როდესაც მწერლებმა გადაწყვიტეს რომ მათი თავისუფლებისთვის ებრძოლათ მარკესი იქ შეყოყმანდა იმიტომ რომ მან ვერ დათმო კასტროსთან ეს კასტრო როგორც ოპოზიტი თქვა ამერიკული თქვა პოლიტიკის და სხვადასხვა და შემდგომში პირველი ბზარი მან გაჩნდა კი ჩემ და სამწუხაროდ ჩემი საყვარელი წიგნის ავტორი პოლიტიკურად ბეცი იყო ლიოსასგან განსხვავებით იმიტომ რომ ბოლომდე აი ეს ლიოსა მაგალითად რომ ჩამოვიდა მოსკოვში პირველად მე 71-ში მე 90-იანებში მიხვდა რაც ხდება მიუხედავად იმისა რომ აჩვენეს ის რასაც აჩვენებენ ხოლმე დღეს ჩრდილოეთ კორეაში მაგალითად რაღაც მოდელირებულ ქრონიკას ხო და მოდელირებულ რეალობას დაინახა და ჰონორარი არ ჩაურიცხეს კიდე და მე ჩაურიცხეს რუსული რუბლები ცინიკურად ზუსტად იმ დღეს როცა 68 წელს გააკრიტიკა საბჭოთა ხელისუფლება ეს რუსული აგერ 2022 წელსაც სისხლიანი დიქტატორი უწოდა პუტინს ღიად ლოსამ სულ მას შემდეგ რაც პუტინი დაესხა უკრაინას თავს მაგრამ იგივე მოდი დასაწყისს რომ შედარებით მაინც ეს თქვა ვახსენოთ მისი უმთავრესი რომანები აი ეს ლოსას ჭირს ის ამბავი რომ სულ ყველაფერი რაც სიტყვაც არ უნდა თქვა რაღაც ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან გახსენდება და გამოდის რომ სულ განტოტვა ჩვენი თემის ხო იმიტომ რომ ეპოქის გამომხატავია და დიდი მწერალი ყოველთვის გამოხატავს ეპოქას და თვითონ მისი საყვარელი მწერლებიც ესეთი ეპიკური რომანების ავტორები განსაკუთრებით ფრანგული რომანის დიდი მოყვარულია ის და საერთოდ მიიჩნევს რომ გუსტავ ფლობერი იყო ის ვის გამოც მან გადაწყვიტა საერთოდ რომ ყოფილიყო მწერალი უბრალოდ მან იცოდა მას უნდოდა მწერლობა და მას დეიდახულიაში გადასერებად აღწერს როგორც ცდილობს ახალგაზრდა ეს ბიჭი რომ გახდეს მწერალი და პირიქით სრულიად მოიშოროს და მოიცილოს აი ის როლი რომელიც მას მიანიჭა მამამ და პატრია ლეონსიო პრადო და ეს ლეონსიო პრადოს უნდა ვახსენოთ რომ მის პოპულარობა იწყება იმითაც რომ ეს ლეონსიო პრადოს სახელობის სამხედრო სასწავლებელი რომელიც დღესაც არსებობს ლიბანში ბუნებრივია იმ პატარა მოედანზე სამხედროებისი აღშფოთდნენ ლიოსას ამ რომანის გამოყენების შემდეგ რომ მოედანზე გაიტანეს და დაწვეს კიდეც ნუ ბუნებრივია ეს ოდესაც მწერლის ციკლს რაღაც აუტუდაფეს უწყობს მე ახლოს არის ნობელის პრემია ზუსტად ამ წიგნის გამო ხო იმიტომ რომ ესე იგი ეს წიგნი რაღაც უნიკალური და მართლა უნიკალური წიგნია და მართლაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება აფეთქე ბუმი შემთხვევით არ გაჩენილა ეს სიტყვაც ხო იმიტომ რომ ის ხო აფეთქების მსგავსი რაღაცა შეზანზარდა სამხრეთ ამერიკა სწორედაც ალბათ შეიძლება ასე თქვას ქალაქი და ძაღლებით და შემდეგ უკვე მისი მთელი ამ რომანების წყებით ეს არის მე მწვანე სახლი ასევე მორწმუნე მოდი ვახსენოთ ეს რომანებიც მწვანე სახლი ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სახლის ბორდელის ისტორია სინამდვილეში რომელსაც მისი მფლობელი მწვანედ გადაღებავს და მთელი ეს ისტორია მითოლოგია ამ ბორდელის და მწვანე სახლის რომელიც შეიძლება ითქვას რომ ძალიან მძიმე კრიტიციზმით გულისხმობს კონტექსტს რომ მწვანე სახლი ეს არის პერუ
ხო, იმიტომ რომ ზედმეტ სახელია. პერუში მას ამბობდნენ, რომ მას პერუ არ უყვარს. ხო, ნუ ამას ამბობენ, ამას ყველა მწერალზე რომელიც კრიტიკულია. ისევე როგორც პამუქზე, რომ არ მიყვარს თურქეთი, როგორც ჯოის არ მიყვარდა ირლანდია. როგორც ხო და იმიტომ მართლა ასია, თუ წერ იმას, რასაც რატომ ხუმრობ? თუ შენ მწერალი წერ იმას, რაც ხო, ბუნებრივია. ეპოქის ასახვის პრეტენზია თუ გაქვს, ეს გულისხმობს ზუსტად იმ დეკონსტრუქციას, რომელშიც ახლა აუცილებლად მოყვება ეს ჯარის ამბავიც და ის ადაწესები, რომელიც რაღაც ველურ ელფელს ატარებს და ყველაფერი რაც არ მოგწონს, ხო? მარტო რაც მოგწონს იმაზე წერა პანეგირიკებია, რომელიც არ ხო, ბუნებრივია და ეს ჩვენ ქართულ ლიტერატურაში ჩვენ ეს ტრადიცია გვაქვს ეხლა. მაგრამ მე სიამაყე გადაძლევს ხოლმე, როცა შენი ქვეყანა ყველაზე ცნობილი პერუელი ილიოსაა დღეს. ამაზე ცნობილი პერუელი არ არსებობს, ხო ყველა. ბუნებრივია იდენტობაა პერუსი უკვე მარიო ვარგას ლიოსა, მიუხედავად იმისა, რომ თუმცა ეს ხომ ლიტერატურის ისტორიის თანამდები ისტორიაა, ხო, ახლა ბოლო ქვეყანა, სადაც დაიბეჭდა ჯეიმს ჯოისის სულის ეს იყო ირლანდია. მისი მშობლიური ირლანდია, რომელიც დღეს Bloomsdays და ასე შემდეგ აღნიშნავს როგორც ეროვნული დღესასწაულების და ასე შემდეგ. ანგი ილია ჭავჭავაძე გავიხსენოთ, ან ნებისმიერი სხვა, რომლებიც იყვნენ ძალიან კრიტიკულები ყოველთვის და შემდეგ ისინი იდენტობის ნაწილი ხდებიან კონკრეტული ნაწილი. ელიოსას შემთხვევაშიც ეს არის. მწვანე სახლიც იყო შოკი. იმიტომ რომ ეს არის რეალობის აღწერა იმგვარად, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ჩნდება ის 엘ემენტები მწვანე სახლში, რომელიც დამახასიათებელია ზოგადად მაგიური რეალიზმისათვის, ხო? ფანტასმაგორიული რეალური სინამდვილე კლასტრო მაკმაყოფილებს, ანუ აი გამართული შეიძლება აიღო როგორც სტრუქტურა სახლი, აიღო და ისწავლა როგორ იწერება რომანის სტრუქტურა. და საერთოდ ლოსასთვის იქაც ეს დროები სპეციალურად, იმიტომ რომ სხვანაირად შუქცდილებს და სიღრმეს ვერ მისცემ რომანს თუ არ თუ ესეთ რაღაც ლინეარულად თუ ყვები ისტორიას, ხო შეიძლება მით უმეტეს ასეთ გრძელ დიდ და ყოვლის მომცველ ისტორიას და მეტაფორებით დატვირთულს გჭირდება, რაც შეიძლება დროსა და სივრცეში გადაადგილების ბევრი საშუალება. სტრუქტურა არის ძალიან უცნაური, ყოველთვის ჯერთი მოდერნიზმი ლოსასთვის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მოდერნისტია, ის არის პოსტმოდერნისტის რასაკვირველია და ყოველთვის მასთან შინაარსი და ფორმაც ეს არის მისი ფილოსოფიის, მისი მხატვრული ფილოსოფიის ნაწილი. ეხლა იგივე თუნდაც შემდეგი რომანი ვიმეორებ, ალბათ საუკეთესო ლოსას შემოქმედებაში, აი ყველა კომპონენტი რო დაეთქვა, ჩემი აზრით ეს არის საუბარი კათედრალში. წარმოგიდგენთ ვებერთელა რომანი, უშველებელი რომანი, რომელიც მხოლოდ დიალოგის პრინციპით არის აწყობილი. სამი დიალოგი, ერთი დიალოგი მეორეს ყვება და მეორეში ყვებიან, იხსენებენ, რასაც იხსენებენ დიალოგის სახით. ესეც ლანაკალანდია. კიდევ შესაძლებლად არის თარგმნილი, იმიტომ რომ ძალიან რთულია ლოსას თარგმნა, ხო? იმიტომ რომ ჯერტი მე ბევრისგან გამიგერო ძალიან რთულია ლოსას ამ რომანების დაწერილის გარკვევი უკვე დაწერილში გარკვევა რთული და წარმოიდგინეთ თარგმნისას როგორი და თვითონ ლოსასთვის ალბათ თუმცა დიდი მწერლობა ეგ არის, რომ შეგეძლოს დროში გადაადგილება და სივრცეში გადაადგილებას და მერე გამორიცხულია, რომ იყო პოლიტიკურად მიკერძოებული. და მე მგონი თვითონ ლოსა ჯერტი ამბობს, რომ დიდი რომანი არის დიდი რომანი. მას აქვს ესეთი ფრაზაც, რომ თქვა ეს ეპიკური და პრინციპში ეს არის მეტაფორა ერთი მხრივ, აი ფრანგულ ლიტერატურას რომ ახსენებთ, ეს არის ჰიუგოს პრინციპი, რომ რომანი როგორ ტაძარი ხო, როდესაც ჰიუგო წერს ნოტრ-დამს, ხო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, მისი რომანი ერთი მხრივ სიუჟეტი ვითარდება ნოტრ-დამში, ხო, უმეტესილად, მაგრამ რომანსაც აქვს რაღაცა დიდი შენობის სტრუქტურა, არქიტექტურა ეს რომანი, ტაძარია. წიგნი როგორ ტაძარი, რაც შემდეგ უკვე აბსოლუტურ სრულყოფილებამდე მიდის პრუსტთან. მარსელ პრუსტთან, რომელიც ასევე ძალიან უყვარს მარიო ვარგას ლიოსას, მისი დაკარგული დროიზებაში ასევე დიდი შენობა, ებერთელას სახლია, ასე ვთქვათ, ხო? და ლიოსაც ამ დიდ სახლებს აშენებს და ძალიან მიუხედავად მისი მონტაჟურობისა ამ შემთხვევაში ის ტრაქტირი იგულისხმება არა ის რა ქვია კათედრალი არა ტაძარი მაგრამ შემთხვევითი არის ტაძარი სასწრაფო სახლი ხო მაგრამ როგორი სკანდალია ხო ანუ დიქტატურა
ფონი, რომ მივიდეთ ვაცის ნადიმთანაც, დიქტატურა როგორც ფონი და კომპრომისები და კომპრომატები. გახსოვს იქ ძლიერი მამის სახე ასევე უმნიშვნელოვანესი საოცარი პერსონაჟი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური პერსონაჟი ლიტერატურის ისტორიიდან, რომელიც დიქტატურასთან შეზრდილი ბიზნესმენია, მდიდარი კაცია, მაგრამ ის მალავს მთელი ცხოვრება თურმე თავის სექსუალურ ორიენტაციას, რომ ის არის გეი. და ამას შოკი ეს მისი შვილის შოკი ბევრი კომპონენტი, რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცას გამოხატავს და სხვა რაღაცას ატარებს, გარდა ერთი კონკრეტული ხაზი ასეთი, იმიტომ რომ ლოსა ხო იწყებს აი ეს შენაკადებივით აქ მის რომანის მდიდარეები. ამიტომ გამოვიდა ჩვენი ეს ხაზი დავგეგმეთ, მაგრამ შენაკადები გამოგვივიდა, იმიტომ რომ ლოსასთან სხვანაირად არ გამოდის შენაკადების გარეშე და ვაცის ნადიმთანაც მივიდეთ. ფლობერი ახსენე და გადავიდეთ ვაცის ნადიმზე, რომ ცუდი გოგოსოინები კიდევ ერთი გვიანი რომანი, რომელიც ზუსტად ფლობერის სიყვარულით დაწერილი მგონია. მთელი ცხოვრება შეყვარებული კაცი ერთ ქალზე, როგორც შარლ ბოვარი, მაგრამ ნუ შარლ ბოვარი და ემა ძალიან ფაფუკია იმ ცუდ გოგოსთან შედარებით ეს მასაშვილებოა ის. უშუალოდ კრიტიკოსები მიიჩნევენ რომ ეს არის ერთ-ერთი ანუ ლოსას რომანებში სუსტი რომანი. არ ვიცი რამდენად ასია, იმიტომ რომ იკითხება ის რომ ვერ მოწყდები, მაგრამ ნუ ცხადია დეიდა ხულიას და კათედრალის და მე მგონია რომ ლოსას სუსტი რომანი არ აქვს. აქვს კარგი და უკეთესები. შეიძლება ბოლოს ჟამის ომის და ვაცის ნადიმის თუნდაც შრომატევადობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი ამ ხელა რომანების წერას კიდე რაღაც სუნთქვა ჭირდება, რომელიც ალბათ როგორც რომანისტმა ყველაზე კარგად მოგეხსენება, რომ ამას რაღაც მოთმინებას ჭირდება, გამძლეობაც, დროის რუტინიზაციაც, რომ აი ყოველ დღე სასი აკეთებდა დილით 6 საათიდან, რამდენიმე საათი ყოველდღიურად მუშაობდა დისციპლინირებად. ანუ ის თავისი პატარა რომანები ლიტომა ის მხოლოდ ნიჭი ეს არა ის შრომა გოეთერასაც ამბობს რომ გენიოზი ეს შრომა ალბათ მარტო ცუდი გოგოსოინები რო დაეწერა ან თუნდაც მარტო ვაცის ნადიმი შეიძლება არ ყოფილიყო ასეთი უნივერსალური და აღიარებული მწერალი მე ვფიქრობ რომ ქალაქი და ძაღლების დამსახურება ზუსტად აი ავტოდაფესი ის რომ რაღაცნაირად ზოგ ზურგის ტვინმა და ზოგს თავში ტვინმა უგზნო რომ ეს არის მწერლობა რომელიც მუდმივად დარჩება როგორც ამ ეპოქის სულის და დოკუმენტი და ტემპერამენტი და ქარიზმა, იმიტომ რომ არის ქარიზმა. მისი ყველა წიგნი, თუნდაც აი ის პატარა რომანებიც, აი ლიტუმა ანდებში, ან ვინ მოკლა პალომინო მოლერო, ან თავდაბალი გმირი, ან დონ რიგობერტოს დღიურები, ან ეს ქებათაკება დედინაცვალს და სხვა ეს შენაკადი რომანები, მის დიდ მონუმენტურ ასე ვთქვათ ბიბლიოთეკაში, ხო ეს რომანები რაღაცნაირად ავსებენ მის ასე ვთქვათ ლიტერატურულ საფუძველს, ყველა ამ პატარა რომანში შედარებით პატარა სხვა ავტორისათვის ძალიან დიდი რომანებია და ლოსასთვის ცხადია შესაძლოა ნაკლებად გენიალური ტექსტები იყოს. ვინ მოკლა მაგალითად ძალიან მიყვარს მე ეს რომანი ლიტუმა ანდებში, სადაც ეს მისტიკა ეს ხოჩოს მე არ მაქვს წაკითხული. ხო, როდესაც გონიათ რომ მკვლელობები ჩაიდინა, ლიტუმა არის ეს გამომძიებელი ცნობილი მისი მოგზაური პერსონაჟი, ხშირად ხვდება ლიტუმა ლოსას რომანებში და ლიტუმა იძიებს მკვლელობებს რომელიც შესაძლოა ვამპირებმა ჩაიდინეს. და ანუ სად არის რეალობა, ესეთი მაგიური რეალიზმის კონტექსტი. ანუ შენ ახლა ახსენე მისი რომანებში მისი ინკური წარსულის გამოვლინება, იმიტომ რომ ის ამაყობს, რომ მათი შთამომავალიც არის. მადლობელია ესპანეთის, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები პრინციპში დამპყრობლები არიან, ხო? სამხრეთ ამერიკის მაინც ის აღიარება, პირველი გამოცემა, დაფასება, იმიტომ როგორც იგივე ესპანელ არქიტექტორზე ამბობენ, ახლა გაუდი შეიძლება კარგი იყო, მაგრამ უნდა დაენახა კიდევაც და ქალაქის მერსაც მიეცა უფლება რაღაც ეშენებნა ასეა, წერალს გამოცემელმა უთხრა შენ უნივერსიტეტში დაანებე თავი ლექციებს წერე და მე გადაგიხდი სამმაგს, რასაც უნივერსიტეტში გიხდიდნენ. ასე დააფასა ესპანეთმა, მაგრამ არასოდეს იმისყდა მარკესის გამომცემალიც არის, მარკესისაც კი ის ძალიან თვიანი დიდი დედა ასე უწოდებენ მას.
და მაგრამ არასდროს ივიწყებდა იმ თავის ინკურ სისხლს. და რადგან სისხლი ვახსენეთ, მივაყოლოთ ასევე ჩვენი რა რომანები აქვს ისიც ვახსენოთ დიქტატურაზე დაწერილი ლოსას. დიქტატურაზე დაწერილი არის ეს ბოლო ჟამის ომი, ვაცის ნადიმი, რომელიც არის ტრუხილიოზე, დომენიკის დიქტატორზე, ხუთი კუთხე ფუხიმორზე, რომელთანაც არჩევნები წააგო. ბოლო 2019 წელს დაწერილი რომანი, რომელიც მე არ წამიკითხავს, მაგრამ გავიგე რომ არის გვატემალაში დიქტატურაზე და გვატემალა ამ მხრივ ძალიან საინტერესო ქვეყანაა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, როგორი სამხრეთ ამერიკაშიც კი, სადაც დიქტატურა, სამხედრო გადატრიალება და სამოქალაქო ომი არავის უყვირს და სხვა შორის ამის მიზეზებზეც წავიკითხავდი კარგთს რატო ხდება სულ ასე და ვისი გავლენაა და რომელი იგორ მენდესები და ასე შემდეგები. ფილიპინებზე და სამხრეთ ამერიკაში ძალიან ხშირია სახელები რუსული და გარკვეულ ჩემთვის რაღაც მინიშნება ეს გავლენების კი. კელტისიზმარიც ნაწილობრივ შეიძლება ჩავთვალოთ რომ ავტოკრატიის დიქტატურაზე, არა, პრინციპში საუბარი კათედრალშიც დიქტატურა. საუბარი კათედრალშიც დიქტატურა, რა თქმა უნდა. და მოდი დღეს ჩვენ ერთზე ვილაპარაკეთ, ეს არის ვაცის ნადიმი, რომელიც ეს საუკუნე ლიოსამ დაიწყო ვაცის ნადიმით. 2000 წელს გამოვიდა 21 საუკუნე მისი რომანით, რომელიც არის ამბავი მოვყვეთ დომენიკელ დიქტატორ ტრუხილიოზე. ტრუხილიო იყო 30 წელი მართავდა. 30 წელი მართავდა დომენიკის რესპუბლიკას. მისი ბავშვობა, განსხვავებით ლიოსას ბავშვობისგან, რომელიც წიგნებს კითხულობდა, იყო ჯიბის ქურდობა. აბსოლუტური მიტოვებულობა, მაგრამ ძალიან დიდი ვნება და ამბიციები, რომ კონდეს რაღაც ძალაუფლება და რაღაც დროს დაიჭირა რომ ეს მარინეს როგორც საზღვაო ოფიცერი დაიწყოს ამერიკელებთან თანამშრომლობა და აი ამ თანამშრომლობით გაიკეთოს კარიერა, რადგან დომენიკის რესპუბლიკა თავიდან ჭიდრო ურთიერთობაში იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იქ მან წარმატებას მიაღწია ტრუხილიომ. და ლიოსას აქვს ერთი ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც გამოდგა დიქტატორებისთვის არა მათი მხილება, არამედ რეცეპტი, რომ უნდა ისარგებლო ადამიანის პატივმოყვარეობით, სიბრიყვით და მომხვეჭელობით. ანუ შენ გარშემო უნდა შემოიკრიბო, რასაც ტრუხილიოც აკეთებდა და თითქმის ყველა დიქტატორი როგორ კრავს თავის გუნდს, ეს არის მომხვეჭელობის სურვილი დაინახო ადამიანში, ეს არის დაინახო სიბრიყვე დიდი და უცოდინარობა და აი ანტიინტელექტუალიზმისადმი ზიზღი, ხო, როგორ ჭკვიან ადამიანს ძალიან შეზიზღება ალბათ ხელები გაითხვაროს გაუგებარი იდეალებისთვის და მიზნებისთვის, რომელიც მაგათაც შეიძლება იყოს დიქტატორისთვის რაღაც ზედმეტი კიდევ მანქანა, კოსტუმი ან ბრილიანტები, ხო? და აი ტრუხილიო ზუსტად ასეთ გუნდს და ძალიან კარგად არის წიგნში ეს ამბები, მან 37 წელი ჩვენთან რო იყო 37 წელი საბჭოთა კავშირში, ასეთივე 37 წელი ზუსტად 27 წელს იყო ჰაიტელების წინააღმდეგ, რომელიც ტრუხილიო მოაწყო და ყველაზე საინტერესო აქაც რა არის, როგორც ჰიტლერთან მაგალითად ან სხვა დიქტატორების შემთხვევაში თვითონ ქონდა ჰაიტური სისხლი. ანუ ებრძოდა იმას, რაც მასში ჩქებდა. ჰიტლერზე როა. კი, და აი აქაც ამ წიგნში არის ენით აღუწერელი ეს რომანი იწყება მისი ერთ-ერთი ძველი თანამოაზრისა და თანამებრძოლის ტრუხილიოს თანამოაზრის ქალიშვილის ურანიას ჩამოსვლით სამშობლოში ნიუ-იორკიდან 30 წლის შემდეგ უკვე ეს ლოსას მიერ გამოგონილი პერსონაჟია, თუმცა მამამისი მართლა არსებობდა და იყო ტრუხილიოს თანამებრძოლი. არის კიდევ ის ღამე 61 წლის, როცა ტრუხილიოს ჩაუსაფრდნენ და მოკლეს, აი მათი ამ ადამიანების ფიქრები, პერიპეტიები, რაც განიცდიან, როგორ ელოდებიან, უნდა მივიდეს იმ სახლში, სადრომ გზაზეც უნდა თავი შევროლეთი გამოიაროს და მოკლან და ტრუხილიოს შემდეგში უზივამკვლელებზე ეს არის ცალკე თემა, სადაც ხედავთ რა უსაზღვრო ადამიანის ფანტაზია როგორ აწამოს და არ მოკლა სხვა ადამიანი, მაგ დროს შეიძლება საერთოდ როცა კითხულობ აი ამ სცენებს შეგზიზღდეს კაცობრიობა
მკვლელობის ზოგადად არსებობა, ის საკუთარ განავალს რო აჭმევენ მაგალითად ადამიანს ან თვალებს თხრიან ნელ-ნელა რო ეწამოს. ანუ ეს მარტო შურიძიება კი არ არის ან რევანში. ეს არის სიამოვნების მიღება სხვისი ცუდად ყოფნით და წამებით, ხო? მაგრამ ტრუხილიოს შვილია, ხო? თავარი. კი, თავარი მწამებელი ტრუხილიოს სიკვდილის მე, რა თქმა უნდა, ის დარჩა და ეს არის თვითონ ტრუხილიოს ბოლო დღე და მისი მოგონებები. ასევე მისი ეს ყველა თუ გახსოვს ფუხიმორსაც და ტრუხილიოსაც ყავთ ეს თავის უშიშროების სამსახურის თავისი ლავრენტი ბერია, რომ ამის გარეშე უბრალოდ არ გამოდის. ასევე ყავს სპეციალური შერქმეული სახელები აქვთ ადამიანებს, რომლებიც უნდა დაასმინონ. უთვალთვალონ, დანოსი დაწერონ. ესეც არის სპეციალური კასტა ყალიბდება დიქტატურებში და უცებ აღმოაჩენს მაგალითად ადამიანი, რომ მისი მეზობელი, რომელთანაც შეიძლება რაღაც კეთილმეზობლური ურთიერთობა ქონდა, არის დამსმენი, არის ვერავის ვერენდობი. მე რა კლავს და ტანჯავს ადამიანს და რა არის საკველაზე კარგად ამ რომანში ნაჩვენები. აი ეს მუდმივი შიში, რომ არავის არ უნდა ენდო. და აი ამ უნდობლობაში როგორ იწამლები, ამ უნდობლობაში ცხოვრება, რომ ყველა გეჩვენება, ეს გამოვლილი ქონდა ყველა დიქტატურას. რადგან როგორც ლიოსას აქ ძალიან კარგად დეკონსტრუირებული ამ რომანში მთავარია ჩამოშალო ადამიანი და მის ბნელ ინსტინქტებზე, განსაკუთრებით მომხვეჭელობაზე პატიმოყვარდა. აი, ჯონი აბესი რო გაიცნო, რითი მიიქცია ყურადღება ერთი ეპიზოდი, აგასეთ თავისი უშიშროების მდივანი თუ რაც ქვია, უშიშროების უფროსი, სამსახური ესე არის აბრევიატურა უშიშროების სამსახურის უფროსი რო გაიცნო, მასე იცოდა ასეთი ეპიზოდი ორი, რომლითაც გადაწყვიტა, რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა. ესე იგი, მამლებს ქინძის თავი თვალებს თხრიდა. და მერე მკვდრებს თხრიდა და ექიმებთან ანატომიური კვლევისთვის მიქონდა ეს არ ეზარებოდა, რომ აი სასაფლაოზე და მერე ეკითხება ამას მართლა აკეთებდიო. და ნუ გადაჭარბებულია მკვდარი, ძვლები ამ მომქონდა მარტო. თლიანად მკვდარი კი არა, ცოტა შეღავათი რა ძვლები და მაშინ ტრუხილიომ ჩათვალა, რომ ასეთი კაცი ჭირდება, ამბიციური, სასტიკი, უემპათიო, ყველაფრის მკადრებელი და რაც თავარია ორიენტირებული იმაზე, რომ დაწინაურდეს სისასტიკეში და რაც თავარია ცოლზე ეკითხება, რატომ მოიყვანე და აქაც პასუხია, რომ ცოლი არ არის ის, ვინც გიყვარს ან პატივსცემ ან ერთად რაღაც კეთება გიხარეთ. ცოლი არის ის შენი თანამზრახველი, იმიტომ რომ თანამზრახველობა ბევრად მჭიდრო კავშირია ვიდრე თანამოაზრეობა. თანამზრახველობა გულისხმობს კრიმინალში ერთად ყოფნას და აქ უფრო კავშირი ალბათ უფრო მყარია, იმიტომ რომ ერთად გაქვთ ჩადენილი რაღაცები და გადამარჩინა სიკვდილსო და ანუ არანაირი სხვა ღირებულება ამ ადამიანის სენტიმენტები და თან ენდობა და ნდობა რაც უფრო რკინის არის დიქტატორის ხელი, მით უფრო დასაფასებელია იქ ადამიანებს შორის ნდობა და ჩვენ ხედავთ ამ რომანში რამდენად დიდი პერიპეტია აი ამ თუნდაც მკვლელობის დაგეკმვა ვისენდონ აი ეს ჩართული გენერალი როგორი თვითონ შორს და განზია, რომ სანამ ყველაფერი არ დამთავრდა, რომელიც მე სასტიკად აწამეს ეს რამონი და აი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ აჩვენოს ადამიანების გადაგვარება ტრუხილიოს ხელისუფლების პირობებში და ჩემთვის სურპრიზი იყო ეს დავაყოლებ და სპეციალურად ვნახე დოკუმენტური ფილმი დღევანდელი დომენიკელები რას ფიქრობენ ტრუხილიოზე და ამბობენ რომ აი ტრუხილიოს დროს იცი საგარეო ვალი გაისტუმრა ტრუხილიომ რაღაც გზები გააკეთა და აგო და თავიდან ოღონდ ეს მოკლევადიანი პერსპექტივა იყო და ნუ ამაში ვინც ხელს უშლიდა კლავ და რა ექნა ხო და ანუ არა ერთგვაროვანია ამ ამბის მიმართ დამოკიდებულება და ოღონდ რომ შემზარავი ამბები ეს ვიგენებს რო აჭმევენ ადამიანებს ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი და ყველას ყავდა ოჯახის წევრი ჰაიტელების ამხოცვას თავიდან რომ გენოციდი მოუწყო და დევნა ხო გარდა ამისა თავის თანამოქალაქეებს თავის თანამებრძოლებს როგორ ექცევა რა ტიპის სასჯელებს და წამებას იგონებს და როგორი სინამდვილეში არანაირი იდეალის მატარებელი არ არის ხოლმე დიქტატორი ყველა ლიოსოს რომანში ჩანს ხო და მეთახვები რომ არავის სინამდვილეში არც კომუნიზმისთვის იბრძვის არც კაპიტალიზმისთვის და არც
კი და ამითაც განსხვავდება გაბრიელ გარსია მარკესისაგან ან არ ვიცი თუნდაც კარპენტიერისგან ან სხვებისგან რომელიც ლოსასთვის დიქტატორი არ არის მითოლოგიური პერსონაჟი ის არ არის მისტიკური ძალაუფლების მქონე არამქვეყნიური მოვლენა თუმცა ახლა ამოცანა მარკეს, როდესაც ის აღწერს დიქტატორს პატრიარქის შემოდგომაში, ცოტა განსხვავებული აქვს. მაგრამ ლოსასთვის ეს ძალიან პრიმიტიული ხალხია. არც მე არ შევადარებ. ხო, ის არის რაღაცნაირად ისევ და ისე მეტაფიზიკური მხეცია, ისეთი აპოკალიფტური, კრებითი დიქტატორი მარკესისათვის. მოსაჩვენს რომელმაც შტაბ-ბისტერმა მიიღო 50 წლების ბოლოს მოსკოვში სტუმრობისგან, როდესაც მავზოლეუმში ერთად ნახა მკვდარი ლენინი და სტალინის მუმია და სტალინის მუმიამ მარკესი თვითონ ასე აღწერს, ეს ინსპირაცია მოახდინა ერთ-ერთი, მაგრამ ლოსასთვის ეს ძალიან დამიწებული ტიპაჟია ყოველთვის დიქტატორი თან ტრუხილიო პლუს და ლოსასის იმის აღსასრულით ბოლო დიალოგი პოეზია თითქმის ან არის რაღაც რომანტიზმის შეგევარას და კასტროს გავლენა ცხადია და ხო თან რა უცნაურია რომ ემეგობრება მისი დროის კლასიკურ დიქტატორს ფიდელ კასტროს საკეთ, მაგრამ ფიდელ კასტრო ძალიან უსლაური პერსონაჟია და გასაგები შეიძლება რატო ყოფილიყო საინტერესო ის მარკესისათვის, მაგრამ ლოსას აი ესე ზუსტად მინდა შევარჩიო ეს განსაზღვრება. დიქტატორის ფსიქოლოგია კი არ აინტერესებს და მდგომარეობა ძალაუფლების, არამედ რა არის, რა პათოლოგია ერთი ადამიანის ხელში მოქცეული ძალაუფლება. რა ტიპის პერსვერსია? და როგორც ჰანა არენდი ბოროტების ბანალურობას იკვლევდა მაგალითად, არა როგორც რაღაცა ფსიქოლოგიზმს, არამედ როგორც სისტემას, აი ასე ფენომენს, აი ფენომენოლოგიურია ამ შემთხვევაში ლოსას მიდგომაც. ანუ ფენომენს იკვლევს და არა რაღაც ფსიქოლოგიურ აქვს მას თუ არა თავის შინაგანი ტრაგედია ბავშვობაში რომ ხო არა ეს არის უბრალოდ მექანიზმი როგორ მუშაობს თუმცა ამ დიდი მწერლობა ამ მექანიზმს ისეწერს რომ შენ თვის დეკონსტრუირებული იყოს აი ასე და ძალაუფლების აბსოლუტიზმში ხედავს ლოსა პერვერსიას და პათოლოგიას და ტრუხილიო როგორც სექსუალური მანიაკი ხო იმიტომ რომ აი ეს ლოსა არის ერთ-ერთი ისეთი ავტორი რომელიც შემზარავად დამაჯერებელია ყველა მის რომანში, როდესაც ის აღწერს ზალადობრივ სცენებს. ზოგჯერ ჭარბადაც. აქაც გაუპატიურების სცენები. გაუპატიურება, როდესაც იმპოტენტია, ტრუხილიო, ხო, ანუ ეს ხანდაზმული კაცია, მაგრამ მას ჭირდება როგორც მინოტარს მსხვერპლი, მას ჭირდება მუდმივად ქალწულები, რომელსაც მას მიგვარებენ და ის შეგვახსოვს ეს ეპიზოდების შემზარავი, როდესაც ის ამ ქალწულებთან სექსუალურ აქტს, როგორც შეიძლება ის იყოს, ამყარებს ისე რომ გაუპატიურების აქტები ხელით, თითით და გასულს როგორ აღწერს ამას ძალადობა და რაც თავარია სასჯელი ამ ურანიას მამისთვის არის ის რომ ტრუხილიოს მეგობრიშვილი უყვება მამამის თავის მეგობარმა დიქტატორმა როგორ გაუპატიურა შვილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ თავის ყველას ავალებს მაგალითად აი ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ჩაუსაფრდა ხო რომ მოეკლა გახსოვს თავის ცოლის ძმა მოაკვლევინეს ანუ შიშროების სამსახურის უფროსის დავალება არის ეს რომ გახწნას ადამიანი როგორ გახწნა რა უნდა ქნა უნდა გააკეთებინოს საკუთარი საცოლის ძმა მოკლას საკუთარ დედას და ძმას უღალატოს და ასმინოს ისე გაუპატიურო შვილი და მაინც შენიანა დატოვო ანუ პატივი აყარო ადამიანს და ეს არ არის ტრუხილიოს ინდივიდუალისტური ქცევა ეს არის კალიგულას ქცევა ეს არის ნერონის ქცევა აბსოლუტი დიქტატურის წესი პერვერსია აბსოლუტურად ძალაუფლებული ის პერვერსიას რა თქმა უნდა ეს პერვერსია რაც თავარია მე აუცილებლად აი ესეთი პრობლემა რომ თან შიშის ზარსუნას ცემდა ყველაზე თან შარც ვერ იკავებდე მაგალითად და თან მეორე ნახევარსფეროთ იმის გეშინოდეს რო არ ჩაიფსა და აქეთ კიდე დაგეგმო რამდვინ მოკლა იქ წეროსანს როგორ შეებრძოლო იგივე ნახსენებია კასტრო ხშირად ამ წიგნში ვერიტანს ბოლივიის პრეზიდენტს და მასე ხო აი ესეთი ფაშისტური არის და ისიც მებასხენე კომუნისტები გამოჩნდება და იგივეა აბსოლუტურად რასაკვირველია და გახსნაზეც მინდა დავამატო რომ საზოგადოება და ხალხი როგორ და ღარიბი
დომინიკანელი ხალხი, იმიტომ რომ თვითონ ამ რომანშიც არის და ლიოსას აქვს რამდენიმე ციკლი აქვს ლექციების ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის თავის რომანებზე საუბრობს. უაღრესად საინტერესოდ. და იქ კიდე დეტალურად ყვება თუ როგორ ცდილობდნენ, თქვა სხვადასხვა სოფლებში, დომინიკის ან პატარა დაბებში, თუ კი მათი წოდება რომ ტრუხილიო უნდა ჩამოსულიყო, თვითონ ოჯახებს როგორ გამოჰყავდათ შარაზე თავიანთი ქალიშვილები, ქალწულები, რომ აი როგორმე იქნებ დაენახა დიქტატორს, ტრუხილიოს და წაეყვანა ეს ქალი და ეს პრივილეგიას ნიშნავდა და ეს ხდება 50-იან წლებში. ეს რაღაც ფორმებით სუბუქად ან ის რომ ჩვენ ადამიანებმა გადავწყვეტეთ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰუმანიზმის იდეალების მსახურება, რომ დამარცხდა აი ეს ქალიშვილების გაყვანა შარაგზაზე სინამდვილეში ამას მუდმივად ჭირდება ჩაკოლა როგორც ჩანს, რომ ეს რაღაც ფორმით მაგალითად შენ კი მითხარი პოლიტიკაზე არ ილაპარაკო და ყოველწლიურად ვილაპარაკო, მაგრამ რა ვქნა გამახსენდა და არ შემილი არ თქვა პუტინს რომ მადლობას უხდიან ქმარი რომ მოუკვდა ომში და ეს წარმოუდგენელი საკუთარი შვილი ვისთვისაც გინდა კეთილდღეობა შენი ქმარი, ცოლი, შვილი, ოჯახის წევრი, აი ის გაყავს სამსხვერპლოზე, აი როგორც სხვას წირავდნენ, ხო და როგორც ძველ საბერძნეთში აგამემნონი ჭუმუნავდა, შეეწირა თუ არა ქალიშვილი, მაგრამ ზურგის ქალი რადგან ჭირდებოდა ჯარს უნდა შეწიროს, აი ასე შეიძლება სრულიად მერკანტილური, არა დიდი იდეალებისთვის და არა გამარჯვებისთვის, ხო ჩვენც ხო გვასწავლიდნენ ლეგენდას სტალინმა როგორ შეწირა შვილი საბჭოთა კავშირის გამარჯვებას, ეს შეწირვა გაუკუღმართებული, ეს პერვერსიის ნაწილია, რომ მე ვარ ღმერთი, ტრუხილიო, კოლექტიური ტრუხილიო გეუბნება, საუკეთესო რაც გაქვს ის მომეც, ქალიშვილი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მიწები, შენი ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლება და მამით არ დაკმაყოფილდები, მე დაგავალებ იმას, რომ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ რა ჭირდება მონას. მონამ ბოლოს ხელში სამართლებას რომ ისემ ყელიყი არ უნდა გამოგჭრას, წვერი უნდა გაკპარსოს. აი ამ დონემდე უნდა დაიყვანო ადამიანი, თუ გინდა რომ აჯანყება არ მიიღო. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ყველა დიქტატორი მერე იღებს აჯანყებას და ზუსტად იმათგან ვინ სისტემის შიგნით არის. სასაკვირველი. და აქაც ჩვენი პოდკასტის დასასრულისკენ მივდივართ, მაგრამ აქაც უნდა ვახსენოთ ძალიან უცნაური პერსონაჟი, რომელსაც წარმოუდგენელი სიზუსტით აღწერს ლიოსა, ეს არის პრეზიდენტი ბალაგერი. წარმოუდგენელი პერსონაჟია, რომელიც ასევე არქეტიპული პერსონაჟია, რომელიც არის სრული მონა ტრუხილიოსი, მაგრამ შემდეგ ეს მონა ხდება რეალურად ის შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ტრუხილიოს მოკვდინების კვლელობის და შემდეგ ამ შურიზიებათა ციკლის შემდეგ ეს ნაცრისფერი კაცი ბალაგერი და მეგონი უნიკალური პერსონაჟია მარიონეტი ხდება ასე ვთქვათ გარდამავალი მართველი დომინიკისათვის რომ დიქტატურიდან ის იქცეს დემოკრატია და ძალიან კარგი მომენტი აქაც აი ახსენე ბალაგერის ფიქრები რა არის რომ აი როგორ ფრთხილად ვიარე და რო გაიგებს რომ ტრუხილიოს ძმები უნდა ჩამოვიდნენ და შეიძლება ისევ ატყდეს ეს აალაგებს რომ აი ჩვენ პოლიტპატიმრებს ძალიან კარგად ვექცევით გამოუშვებთ და არის მონიტორინგი როგორც სინამდვილეში აწამებენ 4 თვის განმავლობაში ამ რამონს გენერალს აწამებენ და სხვა მონაწილეებს ორი გადარჩება ხო ამ დიდი შეთქმულებიდან და თან აალაგებს დასავლეთთან თან კომპენსაციებზე ფიქრობს ამ ძმებისთვის და ერთ მომენტში ფიქრობს აი ხა რაღაც რო ატყდეს რა ფრთხილად ვიარე და ნუ თუ ერთი ტყვით ახლა ეს ყველაფერი ბრიყვების გამო წყალში უნდა ჩამიყარს, ანუ თავისი თავი შეეცოდება, რომ აი ასეთი ფრთხილი რექტუმი ვიყავი და შეიძლება ასეთ შეცდომას და ასეთ რაღაც სხვის სისულელე შეიძლება თავისი საკუთარი თავი რო ეცოდება. მაგრამ ხო, ნუ გონიერია, ჭკვიანია. აქ ჩანს უკვე აი ეს ნაცრისფერი ადამიანის რაციონალიზმი რამდენად თუ ნაცრისფერი რატოა და რატო არ უშვებს შეცდომებს ფატალურს მას არ აქვს აი ეს პერვერსიულობა რაც ძალაუფლებას ახსოვს ეს დაკავს ცოლი არ ყავს ამ დასთან მიდის ყოველდღიურად განსაზღვრულ დროს რომ ისადილოს მასთან სახლში ასკეტია მაგრამ უვნებელია ასეთი რატო არის არქეტიპული ასეთი უვნებლობა რომ დიქტატორი არარაობად მიიჩნევს ვიღაცას ხელქვეითს და შემდეგ ის რეალურად ძალაუფლების აკუმულაციას
მაგრამ პრინციპში არც იყო ბოლომდე და ეხა ესე თვითონ ჩართული ხო რომ კარგად ისარგებლა მომენტუმით სარგებლა როგორ შეიძლება ხუთწლობას სტალინის სიკვდილის მერე ზუსტად ზუსტი ანალოგია ანუ შეიძლება ბერიას აქაც ბერიას პროტოტიპი არა ანალოგი ალბათ ან ეკვივალენტი შეიძლება არის ეს ანუ იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ის ჩაიგდებს ძალაუფლებას ჯონი აპესი ხო ძალაუფლებას ხელში მაგრამ სინამდვილეში ნაცრისფერი ადამიანებიც არანაკლებ საშიშები ყოფილან დიქტატურისთვის ზოგადად დიქტატურას ახასიათებს და ამით ჩვენ დასასრულისკენ წავიდეთ და იმედი ვიქონიოთ რომ დიქტატურა რომელიც აშინებს სხვას ყოველთვის შეშინებულია თვითონ უფრო და აი ეს შიში აკეთებინებს ყველანაირ საზიზღრობას და უშიშრობა მარცხებს ამ შიშს საბოლოო ჯამში ადამიანებმა რომლებმაც გამოაცხადეს ჩვენ ხედავთ წიგნში როგორ მივიდა ყველა ეს არის საუკეთესო ნაწილი ჩემი აზრით ეს შეთქმულების წევრები თითეული როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე რომ ან ტრუხილი ოკვდება ან მე და პრინციპში აი ეს ცნობილი მეტაფორა და სიტყვები ხო ტირან დიონისესი რომელიც ის იტყვის რომ ტირანის ცხოვრება ეს არის მუდმივი ვიჯდომა დამოკლეს מחვილის ქვეშ და პრინციპში ტირანი დიონისე გარდა ყველაფრისა ალბათ ყველაზე მეტად ისტორია სწორედ იმიტომ შემორჩა რომ აი ამ შეშის ასე ვთქვათ ილუსტრაცია დაგვიცახელდება მოხდა აი ეს מחვილი დიქტატორს ადრე თუ გვიან დაეცემა და აი ამ ჩაეცემა თავში და აი ამ ჩაცემის ისტორია ვაცისნადი. კი, და სხვათა შორის უნდა ვახსენოთ, რომ დიქტატორის სიკვდილი იმდენად ასევე ჟანრის კლასიკა და ლოგიკური გაგრძელება მათი პერვერტული ცხოვრებისა, რომელიც ასეთი სიზუსტით აღწერილოსამ, რომ არსებობს ფემიციდთან და ჰომიციდთან ერთად ფრაზა ტირანიციდი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულად ტირანის მკვლელობას. კი. ასე რომ ერთი ციგნი ვაცის ნადიმი და დიდი მარიო ვარგას ლოსა. ზოგადად სულ მინდა ხოლმე ვთქვა და ბოლო მომენტში ვიკავებ თავს რომ ჩვენი აი რაღაც ციგნი რომ მომეწონება სკოლაში შეიტანდა მე ვფიქრობ რომ არა სკოლაში შეტანა დაღუპავს. სკოლაში სწავლება აი ასეთი ციგნების რა არის დიქტატურა, რა არის გმირობა, რა არის ვაჟკაცობა, პირიქით სკოლაში შეტანა ნიშნავს რომ არავინ არ წაიკითხავს ისე როგორც საჭირო. და ამიტომ ხო, სკოლაში შეტანა არა, მაგრამ მე ვფიქრობ თუ გვინდა გაუგოთ თანამედროვეობას, წავიკით კარგი მწერალი დომენიკის რესპუბლიკის ამბებითაც კი შენ გაგზნობინებს რას ნიშნავს მარწუხებში ყოფნა. დიქტატორის მარწუხებში კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს იმედი მაქვს ერთგულ მაყურებელს რომ გამოგვიწერონ ჩვენს YouTube არხზე მისმინე ლინკი მოცემული იქნება კომენტარებში გამოყვევით დაგვალაიქეთ გამოგვიწერეთ და კიდევ ერთხელ ვახსენოთ ჩვენი სპონსორი მთისწყალი რომლის გარეშეც ეს პოდკასტი ვერ იქნებოდა. მშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე.